მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მორიგი გადაცემა პოეზია როგორც ასეთი, პოეზიას ბუნება უხდება, მზე უხდება, კარგი ამინდი უხდება, ხანსევდიანი ამინდიც უხდება, მოკლედ ყველაფერი უხდება პოეზიას. მე ვარ ამ გადაცემის იდეის ავტორი და უცვლელი წამყვანი თქვენი მონამორჩილი თორნიკე ტატიშვილი. დღეს ჩვენი სტუმარი არის შორენა თალაკვაძე. როგორ ახლა შორენა? მადლობა. სხვათაშორის მადლობა. ესე ოფიციალურად პირველად მიმართე და რაღაცად მე ხამუშა, იმიტომ რომ სულ ოშოთე მიმართავ ხოლმე რა და მაგას ალბათ გავიგებთ ეს ოშო საიდან როგორ და რანაირად. ხო, აუცილებლად. შეგვიძლია დავწყოთ რა ნელ-ნელა და შევყვეთ ძალიან თავის. თორნიკე. მივესალმებით ჩვენ მსმენელს, მაყურებელს. კი ბატონო. და ისე მიხარია რომ რაღაც აი ამ არაოფიციალურ გარემოში ვართ და აი ამ გადასარევ პარკში რა. კი. ისეთი მაგარი ღონისძიება მახსოვს ამ პარკში მოვაწყდეთ ჩვენ. ჩვენი ნანიკო ცინცაძეს. კი, ნანა ცინცაძის პოეზია მუსიკაში. მოკლედ მოგესალმები და ძალიან მიხარია რომ შენი სტუმარი ვარ დღეს. მადლობა რომ დრო გამონახე და მოგწამდი. რა თქმა უნდა გამონახავდი და ხო და მე რომ ოშოს გეძახი ხოლმე ეს ოშო საიდან როგორ ანაირად. სხვათა შორის ბევრმა მკითხა და ზოგმა გაიკვირვა, ზოგს კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ აი ეს ინდოელი გურუროა ოშო იმასთანო რაღაცა და მე ხუმრობით თქვი და ვიმეორებ, რომ სად იყო ის ინდოელი გურუ ოშო, მე რო ოშო ვიყავი თქო. ხო, თან ახლა გურული ქალი ყველაფერს სწრაფი. იცით როგორ არის, მე შორენა ვარ, ხო და ჩემს სახელზე დიდი ამბავი იყო იმთავითვე რომ დავიბადე დედაჩემს ანაუნდო და მამაჩემს შორენა, ნუ საბოლოოდ მე ეს ახალი იყო ეს დიდოსტატის მარჯვენა და იქედან წამოვიდა ეს ჩემი სახელი და მე მამაჩემი ცოტა გრძელი სახელი ახლა შორენა იმისთვის რომ ძვირფას საყვარელ პირველ შვილს მოეფერო და ოშო დამარქვა რა და მეფერებოდა ოშოთი მე დედაჩემ აიტაცა მე ჩემმა ძმამ და მთელი ჩემი ოჯახი და დედაჩემს ტელეფონშიც ოშოთი ვყავარ და ყველა ასე მოგმართოთ ფაქტი ყველა ასე ჩემი ოჯახი და მე რომ წერა დავიწყე და უკვე კრებულები გამოვეცი და რაღაცა ფსევდონიმზე წავიდა უკვე ეს ფსევდონიმი კი აღარ იყო ეს იყო ორგანული ჩემი ფაქტიურად როგორ გითხრა რა მეორე სახელი რა და ამიტომ ძალიან ბუნებრივად დავირქვი ოშო და დღეს სიამოვნებს შემიძლია გითხრა რომ შორენაზე მეტად ზოგჯერ ოშომში სიამოვნებს იმიტომ რომ ეს მამაჩემის ისტორია რახან არის მამაჩემი აღარ არის უკვე ერთი 14 წელია და რაღაც იქაურ ემოციას ყველაფერს ახსენებს. რადგან ახსენე რომ ეს კრებულები გამოუშვა და ასე შემდეგო, მაშინ ნელ-ნელა დავიწყოთ ეს ამბავი. ეხლა თქვენობით რა თქმა უნდა არ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ და შეიძლება ეხლა გადაცემას უხდება რაღაც თქვენობით საუბარი, მაგრამ მაინც YouTube-ზეც იდება ხოლმე ეს ყველაფერი, Facebook-ზე, TikTok-ზე და ყველგან ასე შემდეგ და თქვენობით მაინც თქვენობით მეგობრებიც რო არ ვიყოთ მაშინაც მაგ შემთხვევაში რაღაცა ზოგი არის ხოლმე რომ რახან პოეზიაზეა იცით მე თქვენ რაღაცა ძალიან აიცი არა სასაცილოა ეგ ამიტომ ეხა შარფი კი მაქვს მაგრამ ეს სხვა შარფია ბერეტი და შარფი და თქვენობით და შარმიც შემოშო ნახე როგორია შენი წერის პროცესი მაგალითად დილით წერ ღამე საჭიროა თუ არა განსაკუთრებული გარემო ამ ყველაფერს რო იყოს აბსოლუტურად არანაირი განსაკუთრებული გარემო ისეთ სასაცილო და არაადეკვატურ სიტუაციებში მიწერია არანაირი დილა საღამო არც გარემო ერთადერთი რაც აი აუცილებელი პირობაა ჩემ თავთან და ზოგადად წერასთან ჩემთვის ეს არის თუნდაც ხმაურში ვიყო თუნდაც ეხა მე ოჯახი მყავს მეუღლე მყავს შვილები მყავს და ეს ყოველდღიურობა და ყოფითობა ხო იცით როგორიც არის მაგრამ თავარია რომ მე არ მომმართონ რომ პასუხი უნდა გავცე მიხდი ანუ მე არ ჩამბთონ არც დიალოგში არც რამე დამავალონ საქმე თორე ისე ეს ქაოსი იყოს მე არ მიშლის ხელს იმიტომ რომ სხვაგვარად არ ვიცი ალბათ ერთი მაგის მესამედი არ მექნებოდა დაწერილი ეგეთ გარემოს რო ველოდებოდე და ერთი ისტორია აუცილებლად უნდა გავიხსენო ერთი ლექსი მაქვს დაწერილი და ძალიან მიყვარს ეს ლექსი ზოგადად ისეთ გარემოში დავწერე მარშრუტკაში თუ გახსოვს შენ 100 ნომერი მარშრუტკა რო იყო საბურთალოზე წერეთელზე გადიოდა და აი მაგ მარშრუტკაში ვზივარ ყველაზე გრძელი მარშრუტი ქონდა და ყველაზე ბევრი ხალხი იყო მანდ და იცი რამდენი ხალხი იყო რომ აი მე თავში დავჯექი იმიტომ რომ ვაჟაზე ცხოვრობ ბოლოში და ამოვიდა ეს ხალხი და თავზე მესხდა ხალხი რა ამის რა ისეთი ამბავი იყო და უცებ რადიოში ჩაირთო იორამის პერსონაჟის მონოლოგი გიორგი ლეონიძის გაგეხსნა? კი არ გამეხსნა აი თავში რომ რაღაცას
და უცებ ამოვიღე ტელეფონი, იმიტომ რომ სხვა შანსი ხარ არც პასტისაც ფურცელის არც არ იყო და რომ მივედი დანიშნულების ადგილას, სადაც უნდა ჩამოვსულიყავი. ფაქტურად ეს ლექსი უკვე დაწერილი მქონდა. მე რაღაცე პატარა შევასწორე კი არა, დავხვეწე რა 1-2. ეხლა უნდა მითხრა ეგ ლექსი? ხო, გეტყვი. თუ კიდო გეტყვი. ისეთი ისტორია მოყევ რომ ხო, იმიტომ რომ საინტერესოა რა, ძალიან. არა, ეს იმას მოვაყოლე რომ რა გარემოში წერდა. აბსოლუტურად ყველა გარემოში, ხალხში, მარტო და ყველგან. ოღონდ მე არ უნდა ჩამრთო საუბარში. ხო, დისკომფორტი უნდა იყო რა შენ თემაში. არა, საფიქრე სხვა რამე არ უნდა მქონდეს, არ შეიძლება გაგწე. მაგაზე არ უნდა ვიფიქრო და არ უნდა მომწყვიტო. აი ეს არის რა, მარტო. ხო, სხვადასხვა მავსკეში დაწერილი ლექსი, ესე ხო? ხო, სიყვარულს ვერაფერს გაუგებ იორამ, აბსურდულ საყვედურს იღებდა ჩუმდები. რა შენ ბრალია მარტივად, იოლად, ვერაფერს რომ ვეღარ გასწავლის წუთები, საიდან მოდიხარ, რა გინდა წყაროსთან, რას გერჩის ეს შენი ნატანჯი ყისმათი ოცნებამ, გაცსალა ზეცსამდე ამოსვლა და მაინც ვერ გახდი ძვირფასი იმათვის, ხოლო დღაამინდი ბუნების ბროშები ზიარად გაგიხდის სანატრელს წამიდან და არც სადაც ტკივილებს მაშინვე მორჩები და მერე იწყება ისევე თავიდან. ვა, კარგია. საერთოდ შეუსაბამო გარემოსთან. აი ხა დავაკვირდი და იმ დღეს რაღაცა რჩევები მივეცი მეგობრული და გაუთვალისწინებია ჩვენიც. ხო. თუ და გაინტერესებათ მოწერეთ. შენ ერთგული მეგობარი ხარ და ძალიან გამიხარდა რომ პირადში მოწერაზე გამახსენდა. აუცილებლად არხი გამოიწერეთ მეგობრებო რომ განვითარდეს ეს არხი სხვადასხვა ამახსენებს ის ვლოგები რომელსაც ვიღებ ხოლმე და იხალისებს. განუმეორებელი სადაც დავდივართ, პოეტები, მომღერლები და ასე შემდეგ, ვლოგები იდება, გადაცემები იდება და სხვადასხვა კარგი კონტენტი. და ამიტომ გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დაალაიქეთ და კომენტარებიც იქვე რაღაცაო თქვენი აზრი დააფიქსიროთ. აბა რისთვის ვაკეთებ? ხო, საინტერესოა ძალიან კი. ვითომეტეს სპონსორი არ მყავს მეგობრებო, დღეს კი ბაკურიანის წყალს მივირთვეთ, იმიტომ გავამოხვილე ყურადღება რომ იქნება რაღაცა ზარი ახლობელთან და რა იცი რა ხდება საომავლოდ. იმსახურებს. რა არის შენი შთაგონების წყარო, ძირითადად უფრო ადამიანები, ბუნება, მუსიკა, ისტორია თუ ყოველდღიური მოვლენები? ხო. იცი რა, ყველაფერი ერთად. როდის რა? აი ხა მოვყევი ისტორია, რაღაცა ეპიზოდი ყოველდღიურ მოვლენაში გადის ალბათ ეგ ისტორია და წამოვიდა. არის კიდე მაგალითად ეხლა მიმიწვიეს საბავშვო ბაღში. 1-4-5 წლის წინ პოეზიის დღე იყო და ჩემი მეგობარია იქ მასწავლებელი და ისე ვინერვიულე სხვათა შორის, იმიტომ რომ იცი რა, ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესოა ბავშვები, რომ ისეთი რამე უნდა უთხრა, მოგისმინონ. თან ისეთი ასაკი რა უკვე სკოლაში რომ მიდია. ბავშვებთან მაინც ხო. ხო და ბიჭო, აი რაღაცაო ბავშვებზეო ხო გაქვსო და იმან ისე ჩათვალა რომ მე აუცილებლად სამშობლოზეც მაგ ბავშვებზეც მაგ ყველაფერზეც, მაგრამ ძალიან შემწხვა ჩემი თავის რომ ბავშვებზე არაფერი არ მქონდა საერთოდ. აი საერთოდ ერთი, ნუ ჩემ პატარა ბიჭს დაუწერე დაბადების დღეზე ერთი, ეს ძალიან პერსონალურია, მე ზოგადად ვიძახი და იმ ღამეს ზივარ ესე ჩემთვის ჩაფიქრებული, ჩემი მეუღლე მეკითხება რომ რა გჭირს უკაცო, არ იძინებო და ლექსი უნდა დავწერო თქო ბავშვებზე. მუზა მომაწვა. ხო, აი ერთი მომენტი იყო, მაშინ რომ აი ველოდებოდი რა რაღაც ემოციურ გადართვას, რომ ბავშვებს დამეწერა ლექსი და სხვათა შორის დავწერე და ისეთი გემრიელი გამოვიდა ჩემთვის. რო უნდა მითხრა. გეტყვი როგორ არა და ისტორია ლექსი. ხო, იმიტომ რომ მოითხოვ შენ. კარგია მე ხო. და იცი რა იყო, დავწერე ბავშვებზე, მაგრამ გამომივიდა ჩემ შვილებზე რა. ამბეთ გეგზელებოდ დავწერე ბავშვებზე და გამომივიდა დიდებზე. ჩემ შვილებზე გამომივიდა. ჩემთვის პირველი სამყაროს პირველი ბავშვი ჩემი შვილები არიან და ეგრეც იქნებოდა სხვანაირად. ხო, კაი, გეტყვი ამ ლექსსაც. გაზაფხულზე დაგიმშვიდებ მარტის ქარებს. აპრილს სითბოს გამოვატან შენამდე, მაისის მზეს ცისარტყელად გამოვაფენ ღამე თვარეს
ჩამოგიტან ხელამდე ზაფხულის მთებს, გადაპენტილს კესანებით მომატარებს, შენი ერთი ღიმილი შემოდგომის გაყვითლებულ ხეივნებში, დამავიწყე დარდიცა და ტკივილიც, მაგ თვალებში ანთებულმა ვარსკვლავებმა გაყინული ღამეები გამითბო შენს ნაბიჯებს ველოდები, არეული სახლში მოსულს, კარები რომ გაგიღო, მთელი ჩემი არსებობის გამართლებავ, ჩემი სულის ამინდებო, მზიანო, სალოცავად ღმერთთან სხვამე, რა მინდოდა ოღონდ, შენ რომ ბედნიერად იარო. კარგია. შვილებზე გითხარი და ძალიან მომეწონა ეგ ამბავი. შვილები ხო ხო? კი, ორი ბიჭი მყავს. ხო, ესე იგი. მოკლედ სამყაროა მთლიანად ინსპირაცია რა და ამ სამყაროში რაც ხდება, ну რა თქმა უნდა ჩემს ირგვლივ. შეიძლება აქედან წავიდე და ეხა ისეთი კაი რაღაცა გამომივიდეს. ემოციურად კაი განწყობით წახვიდე და იმიტომ. აი ეხლა ერთ სასაცილო რაღაცას გეტყვი. მიდი. გურიაში ვარ რა და აი რაღაცა ისე მოხდა რომ არაჩვეულებრივი სამეზობლო მყავს ახალგაზრდა ბიჭები ძირთად. აი ყველა დაუსაქმებელია რა და ბირჟაზე იდგნენ გამოვედი ესე და დგანან ბირჟაზე იმას სიგარეტის ვალი აქვს, ბუტკაში იმას იმის ვალი და რაღაცნაირად თან ამაში ნეგატიური და ვაი შესაძოდაო ეგეთი რამე კი რაღაც პოზიტიური გაუტარე რა და მე ერთს მივეცი და იმან წაუკითხა ყველას რა ესეთი ლექსი მოიტანა. არაფერია საძრახი თუკი აგეკიდება ფარდულში ვალი. კათხა ლუჩი და ჭიქა არახში მოგიძებნია გამოსავალი დაბერავს შენსკენს ნიავი ტრფობის გაატან დაარდებს როგორც ბარათებს გადაიხდება ფარდულის ვალიც როცა სულ სითფო მოიკალათებს. ვა! ბირჟავი კი ბიჭებისთვის დაწერილი. იმისფერი აღარც უფიქრიათ მუშაობაზე, ხო? ხო. და შემომცქერიან კიდე დაგვიწეს. ლექსი მომიზღეს და რაღაც იმუშაო. არა, ხო, მართლა ისია რა მოიტანს არიცი. ესეთი კითხვა უნდა დაგისვა. აი, როდის ხვდები რომ ლექსი დასრულდა მაგალითად? ხო არის რომ აი უტრიალე და ის ბოლო წერტილი რა არის? იცი რა. მაქვს მე ეგეთი ლექსი. რომელიც 4 წლის მერე დავასრულე. ოღონდ როგორ იყო, იცი? ჯერ რო დავწერე, უცნაურად დავწერე, შობაღამეს დავწერე გალაქტიონზე. აი რაღაცა ინტერნეტში მოდიალობდი რა რო იტყვიან და გადავაწყდი ისტორიას გალაქტიონი როგორც მარტოობის ორდენის კავალერი და რაღაცა ამეკვია და აი ეს ფრაზა, აი ეს ამბავი ყველაფერი და შემომეწერა, რასაც ქვია რა, მაგრამ რაღაცა ძალიან მომწონს და ვერ დავასრულე, ანუ თვითონ ის ლექსიც ვერ დავასრულე, არ მოიტანა რაღაც ფრაზა დავწე კი დავიძინე, დილის 4 საათი იყო, გამომეღვიძა, ეთქობა ის ჩამყვა ქვეცნობიერში, გავიღვიძე, დავასრულე ის პირველი ნაწილი და დავამთავრე რა ლექსი, მაგრამ დამრჩა ემოცია, რომ ეს არ იყო სრულყოფილი. გავიდა 2-3 წელი და უბრალოდ იგივე გალაქტიონზე, ოღონდ უკვე სხვა პერიოდის გალაქტიონზე. ისევ დავწერე ლექსი და ეს ისე მივაბი მე ერთმანეთს რომ ერთი ადამიანიც ვერ ხვდება რომ ამ ლექსებს შორის შვალედი 4 წელია. ხო, აი ესეთი ამბავი ნიჭი. აი ესეთი ამბავიც მქონდა და ისე აი როგორ არის იცი? აი რაღაცაზე ხო წერ, ან დავუშვათ ისტორიას წერ ნებისმიერ ინსპირაციას ეხა რასაც ლაპარაკობ, მოიტანა დაწერე და დაასრულე. აი წერტილს რო სვა უკვე გზნობ, ანუ ემოციურად უნდა განეწყო და იშვიათად რომ ვიგზნო რომ არ არის დასრულებული. აი როგორც გალაქტიონზე იყო მაგ შემთხვევაში. აი პასუხი ხო უფრო ხო დამაკმაყოფილებელი რო 4 წელი წერდი, ესე იგი არის ეგ რაღაცები. ხო, დოჩანაშვილმა რო თქვა, ხო იცი როდის ვწერო, აი როცაო ეს ამბავი მიტრიალებს 1 წელი გავა, 2 წელი გავაო და არ მომშორდებაო. აი მე დავწერო და ეს უკვე ნამდვილიაო და ეხა ნახდათ ვერ გავეჯიბრები, მაგრამ რაღაც ემოციურად დავესესხები. მიფუჩეჩებულიც არ უნდა იყოს, ხო, რომ აი იმიტომ რომ დაამთავრე. ვერ დავამთავრე, ის არ იყო სრულყოფილი, რაც დავწერე და მე ლექსისთვის იმიტომ რომ ეწეროს, ხო, ის ხო უნდა ჩადო ემოცია რომ დაამთავრე. რომელია შენი აი საკუთრად შენი საყვარელი ლექსი, შენი შემოქმედებიდან და რატო? ხო, ეგ საინტერესო ამბავია. წყლის დალევის რომ მოვიდა. განერვი. არა, ზოგადად რა არის, იცი? ლექსი, რასაც წერ, ყველა გიყვარს. არის შვილები.
ხო, ნუ ეს ძალიან გაბანალურდა, თუ ეს სწორად გამოთქმულია. ხო, ეხლა ფიქრობ. აი ძალიან ბანალურია ეგ შვილებივით, მაგრამ ეგეც ხო შენ გააჩინე, შენ რა თქმა უნდა. უბრალოდ და თან ბევრად უფრო რაღაცა ძალიან პირადულია შენია. ის შვილი ეხლა მამისაცაა და დედისაცაა და ის მარტო მაგაზე მე შეხერბად არ მიფიქრია და ხო, არა, მაგაზე მიფიქრია მე და ეს ძალიან შენია და იცი რა, ყველა მიყვარს, მაგრამ მაინც სადღაც აი ძალიან უმნიშვნელო პრიორიტეტს ერთ ლექს ვანიჭებ, რომელიც ეხა როცა მე დავიწყე წერა უკვე აი სერიოზულად სულ წერდი სულ რაღაცას ხან ვიურებში წერდი ხან ისე, მაგრამ აი რაღაც სერიოზული სახე რომ მივეცი ამ ყველაფერს მაშინ დავწერე ეს ლექსი და ერთშე ძალიან ძვირფას მეგობარს გაუგზავნე, რომელსაც არაჩვეულებრივად ესმის პოეზია და სხვათა შორის ეხა გაგეცინება ზოგადად ჩემზე არასდროს არ მოქმედებს აი რადიკალური გადაწყვეტილებისთვის სხვისი აზრი მოვისმენ ან მივიღებ ან არა, მაგრამ აი მან იმოქმედა რომ ის ლექსი ისე მოიწონა და მას ისეთი ძალიან მაღალი კულტურის გემოვნება აქვს პოეზიაში, რომ მე დავიჯერე რომ მართლა გამომივიდა და ნუ მე ძალიან თამამად შევუყევი და შევუყევი. გავგიმხელ ვინ არის ეს ადამიანი? ჩვენ ჩემ მეგობარია, არა, საერთო ნაცნობი ვერ იქნებოდა მაშინ ეცნების წინ. ჩემ მეგობარია უახლოესი, გოგოა ჩემი მეგობარია, უბრალოდ პოეზიაში ძალიან კარგად ერკვევა და ამ ლექსსაც წაგიკითხავ თუ გინდა. თუ წვიმის ხმაური უხეში ფონია დაღლილი ქუჩების აღყვები ფორი აქვს დღე ხელში ყინულის ნატეხი გონია და ხელის გული რომ გულის ტოლია თუ ასე გონია შენი გზა გულამდე ძალიან შორია და ამას მოისმენს პირველად თვითონ მე ეს ლექსი მეცნო კი მე მგონი ჩემ ბლოგშიც გაგწაკი კი ბოლო ბლოგში წავიკითხე კი ვა კარგია ამიტომ მომწონს ეს პოეტებთან ამბავი. ხო, რიტუალები გაქვთ თუ არა, მაგალითად აი წერის წინ ამ პროცესში, ამე აი ესეთი რა? არა, იმდენად ძალიან პრაქტიკულად ვუდგები მე დროს. რიტუალისთვის არ მჩება ახლა მაგის დრო, რომ რაღაცა სანთლები დავანთო და მოვიწყო ის გარემო და სად არის ხო? ხო და ისე მინდა გითხრა რომ აი ძალიან მიყვარს მარტოობა რაღაცა დროით. მაგ დროს მით უმეტესად ხო, ძალიან, მაგრამ მარტოობაში გაგეცინება და არასდროს არ დამიწერია ესე აქტიურად მარტოობაში ლექსები. აი, მარტოობაში რაღაც სხვანაირად ტკბები, გარემოთი თუ რა ვიცი, აი არაფრის კეთებით ტკბები რა, არც ლექსს წერ, არც საქმეს ვაკეთებ. ქართველების 70% არაფრის კეთებით ტკბებიან, ეხლა ვიცი რომ კომენტარებში. ერთი ლექსი მაქვს რა, ეს აუცილებლად უნდა გითხრა, ეხლა მოიტანა და ხო იცი როგორ არასაც მოაქვს. პოეზია როგორც ასეთი ქვია სხვათა შორის არ ეწყინოს პოეტებს, მაგრამ ბევრი იცნობს თავის თავს და არაფრის კეთებით ტკბებით ხო. უსმენენ სონეტებს, ვალსებს და გარსიას, ყველაფერს მოედნენ. გონიათ ფასი აქვს უიღბლო პოეტის, ნაბოდო არ სიკეთეს, თავისთვის ყავასაც რომ ცუდად იკეთებს. ვა! თვით კრიტიკა მეტად სამართლია. მე მგონი ნანიკო შეგაქებდა ეხლა ეს კაი რამეაო გეტყოდა. ხო, კი. ნანა ცინცაძეზეა საუბარი. ჩვენ საყვარელი ადამიანი, ჩემი მეორე დედა მეთქი ესე ვიძახი და ნაშვილები ყევარ ფაქტიურად. ხო, აუცილებლად მაგ თემას ავიტანებ ეხლა. კი. ნანა ცინცაძე ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელმაც მე მსმენელს შემახვედრა. ანუ აი ესე ერთ-ერთზე მე ნანამდე წერდი, რა თქმა უნდა, კრებულებიც მქონდა, იყო ჩემი პირადი რაღაცა მცირე აუდიტორია მყავდა, ძირითადად ახლობლები. ახლა გაიზრდება მეტად. ძირითადად ახლობლები და ნანამ აი ესე ხელი მომკიდა და აი ესე გამიქნია რა, რო იტყვიან ხალხში და მესამე წელია და მე ერთხელ დამპირდა ნაცნობობის პირველ პერიოდში, რომ სადაც მე ვიქნები, ყველგან იქნები შენო და ამას ის ერთგულად მისრულებს, რომ ნანა არის, აქედან ვეტყვი კიდე ძალიან დიდ მადლობას. ჩემთვის ვინც არის, თვითონ ვინც არის, ამისთვის კიდე და ჩემთვის ვინც არის. ჩემთვის ვინც არის და ფანტასტიკა ხარ და საქართველოსთვის ვინც არის, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ შენთან. კი ბატონო. ამაზე ცალკე კითხვა იყო, მაგრამ ფაქტობრივად გასწავლეს. შენი აზრით რა არის პოეზიის დანიშნულება თანამედროვე სამყაროში? იმიტომ რომ ისე არის დღეს შეიცვალა ყველაფერი.
რომ ზოგადად მეცაც გეტყვი სანამ ამაზე გამცემ პასუხს. აი დღესდღეობით უფრო გაჯეტები, მობილურები და ინტერნეტი სულ ამ თემაში არის ხალხი და პოეზიისთვის ნაკლებად სწყელად რა, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად როგორი მომენტიც რომ გულსატკენია ხოლმე რომ შეიძლება რაღაცა ცანც აი ხალხი რო ცანც არის მაგ გადაცემას მეტი ნახო კონდეს რა თქმა უნდა და გასართობ კონტენტს. ვიდრე ეს ორი ადამიანი დაждდება ლექსებს მოყვება, ისაუბრებს რაც პოეზიაზე და მე მაინც ჩემსას ვაწვევი ასე ვთქვათ რომ რაღაცა ჩემი წული შევიტანო ამ პოეზიის კუთხით რა და შეიძლება ერთმა ახალგაზრდამ ნახოს მერე მეორეს გაუზიაროს და რაღაცა მესამეს და რაღაცა ეს ჯაჭვი შეიკრას და აი აქედან გავლენა უფრო დაემბადა ეს კითხვა რა და საკმაოდ ლეგიტიმურიც არის მე მგონი იდეაში ამდენი ძალიან მაგარი ლექსი რო დაიწერება ჰაერში არაფერი არ იფანტება აუცილებლად 10-დან 100-დან 2-თან მივა ისეთ დონეზე მივა რომ პოეზიას მაინც შეიყვარებს სულ ცოტა თვითონ თუ არ დაწერს ეხლა მაგას ცოტა სხვა უნარებიც სჭირდება და ერთ რამეს ვიტყვი რა მანდარი შესანიშნავ პოეტს ტარიელ ჭანტურიას აქვს ერთი არაჩვეულებრივი ლექსი იმედგაცრუების ლექსი ქვია რა ესე რომ ჩამოთვლილი აქვს თორნიკე ანუ რამდენი ფაქტორი ვერ გეტყვი ლექს სჭირდება სისხლი ლექს სჭირდება ღვიძლი ლექს სჭირდება გული ლექს სჭირდება დეკა ლექს სჭირდება ხვია ლექს სჭირდება მკერდი და იმ მკერდში ტყვია ლექს სჭირდება ცხვარი და იმ ცხრისთვის მწყემსი ეს არ ვიცით ოღონდ ვის სჭირდება ლექსი რაღაც მეგონა ნემსიო იქნება და ბოლოს იცი რა არის ამ იმდენი რამე უნდა მართლა. კი. და სამწუხაროდ ეხლა შეიძლება ამას მე არ უნდა ვამბობდე ეხლა, მაგრამ იმდენი რამე ჭირდება, გონება, გული ეხლა ჩამოთვალა ამ პატიოსანმა და ნიჭიერმა კაცმა, ხო? და იმაზე კიდე ბევრად მეტი, რაც აი ამ ჩამონათვალში ვერ მოხდა. და ეს ყველაფერი დაიდება გამზადებული. და ამას ეს არავის სჭირდებოდეს, ეს გამორიცხულია და თავის მუშტარი მაინც ეყოლება ეს. ვიტყვი რა, ესეც ძალიან უხერხულია, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ რომ მე ამითი, აი, რამდენჯერმე მიტირია ჩემი პოეზიის გამო. პირველი იყო ის, რომ სკოლის მოსწავლების ვიდეო ჩამიგდეს, როგორ ასწავლებს ჩემი ლექსი და რამდენიმე ბავშვი გადაბმით ერთ და იგივე ლექსს ჩემსას და დედას ვიცავ, ჩემი ძის მანქანით მოვდიოდით ბათუმში ვიყავით, ამიტყდა ტირილი და ჩემი ძმა გაგიჟდა და რო აჩვენე, მიხვდა ემოციო. ეს იყო რაღაცა ძალიან მაგარი ემოცია და მეორე იყო კიდე მე ეს ჩემი კრებულები გამოვეცი კოვიდობის პერიოდში რა. მაშინ არ იყო ვერც პრეზენტაცია მოახერხე და ონლაინ გაყიდვები მქონდა, ან ონლაინ გავყიდეს. და იყიდა ერთმა აბსოლუტურად უცნობმა ადამიანმა კლინიკის ექიმი იყო ეს გოგო თუ ექთანი ხო და მე წერს ეს ეკატერინე რომ ემიგრაციაში წავედიო ისე დავაგდაო ჩემი საქმეო რომ აქო პრობლემებიო რა ახლა როგორც ხდება ხოლმე და ჩემო მცირე ნივთებთან ერთადო თქვენი ორივე კრებული წავიღეო ესო არისო ჩემი სული საზო და დედას გეფიცები ამაზე მაგარი ამაზე ძვირფასი სიტყვა რა უნდა მოისმინო რომ ადამიანი გეუბნება შენ ჩემი სულიერი საზრდოთ ვიყენებ შენ პოეზიას თუნდაც ერთი ლექსი ვინმეს წაადგეს ანუ პოეზიის დანიშნულება მითხარი ხო იცი რა არის ადამიანს რო სულიერად ტვირთი შეომსუბუქოს ხო და გაატაროს და ეხა იგივე ნანა ცინცაძეზე აუცილებლად უნდა მოუყვე რა ბათუმში ვიყავით და ნახუნცეთის ჩანჩქერიდან გამოვდივართ და იქ ხო არის ეხა რაღაცა პატარა სავაჭრო ისინი არის ალაგია რაღაცებს ყიდიან და უკვე რომ გამოვედით მანქანასთან მოვედით და ვიღაცა ქალი მოსდევს რომ ქალბატონი ნანა ხო ხართო თქვენ და კიო და აი რასაც დაავლო ხელი მისი დახლიდან აჩუქა რომ ძალიან მინდაო თქვენთან იყოსო და იცით რომ მეო თქვენმა ლექსმაო რამდენჯერ გადამარჩინო აი დედას გეფიცები აი გამაჟრიალა და ამას არასდროს არ ამის სტორის მოყოლას არასდროს ეს არის მაგალითი იმის რა დანიშნულება აქვს პოეზიას ერთი ადამიანმაც თუნდაც ეს გითხრას შენ უკვე შედეგი როგორც პოეტი რა აი ეს არის თავიდან ბოლომდე მოკლედ და კონკრეტულად ანუ გავაგრძელო და არ გავჩერდე და ვაკეთო გადაცემები ეს კი და პოპულარიზაცია გაუკეთე კაი ხალხს და კარგ გარემოში და როგორ უკავშირდება პოეზია შენს პირად ცხოვრებასა და გამოცდილებას თუ არის ესეთი დმა
რა ვიცი, გამოცდილება არც წინა ფრონტის წინახაზე ყოფილ ვარ არასდროს. რაღაცა ისე გამიმართლა და ისე დამებედა, რომ ბავშვობა იყო და ძალიან ნებიერი და ბედნიერი მქონდა. მე ადრეულ ასაკში გავთხოვდი და ისეთი ქმარისქებაო, როგორც ცოლისქება უგიაო ხო ამბობენ, მაგრამ მე უნდა შევაქო რა ვქნა, იმიტომ რომ ძალიან ნებიერად ვარ იმის მერეც, იმიტომ რომ არასდროს ატარებს ხელის გულზე. კი. ეხა გაუჭირდა ცოტა ზიდვა, მაგრამ კალკული მიზეზების და გამო. ხო, მაგრამ აი ძალიან და არასდროს აი ხვალინდელ დღეზე რო არ ფიქრობ და რაღაც მიხვდი აი იმედი რო გაქვს. ხო. ძალიან დიდი და მე ძალიან გამიმართლა ამ ხრევ ცხოვრებაში, ჩემ პირად ოჯახშიც, შემდგომ ოჯახშიც და ამიტომ გამოცდილებაზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ემოციური გამოცდილება. იგივე ჩემმა ქმარმა იცის ხოლმე თქვა, რომ კაცო, ამ ჩემ შვილებს მევყვები ზედ და შენთან არიანო, ჩასასწავებულიო ბჭყალებში რო თქვა, მეგობრო, აი ძალიან დიდი არის ეს ემოციური კავშირებით ადამიანებთანაც, იგივე შენი შვილებიც ხო სრულყოფილი ცალკე ადამიანები არიან და აი აქედან ყველაფერიდან ინსპირაციები მოდის და აი ამას თუ ჩავთვლით. კი, მიღებულია. გამწონებულია და მიღებულია. მადლობა. რა სირთულეების წინაშე დგას დღესდღეობით პოეტი? პრინციპში რაღაც დოზით ვსაუბრობთ მაგ ყველაფერზე, მაგრამ კონკრეტულად რაღაცები არის ხაზგასასმელი, იმიტომ რომ მაინც პოეზიაზე ვსაუბრობთ. მე საკითხს დავსვავ ასე. პოეტი დგას იმ სირთულეების წინაშე, რომ დღეს გაყიდვით ნაკლებად იყიდება. ხო. კრებული და ლექსი. ეხა ოშოს ლექსი კი არა, მურმალებანიძეს აღარ ყიდულობენ და რო გახვიდეთ ეხლა ქუჩის წიგნების გამყიდველი ბუკინისტებთან და ისეთი ძვირფასი აი გული რაღაცნაირად აგი ფორი აქდება, მაგრამ პოეზიის წინაშეც დგას იცი პრობლემა ის კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა შეიძლება უხერხული ამის თქმა, მაგრამ ძალიან მომრავლდა ლექსი. ძალიან მომრავლდა ლექსი და ნაკლები პოეზია. მიხვდი? ანუ ლექსი ყოველთვის რა თქმა უნდა არ არის პოეზია. აი პოეზია არის აი ეს რო დაგემართება რა. და რაღაცა შენ სულთან რომ მიგიყვანს რაღაც ცალკე რო რაღაც სხვაგან რო გაგიყვანს რა. სხვა სამყაროში. ხო, სხვა სამყაროში. აიგრე ვარ ხოლმე მე აი გადაცემაზე. ხო, სრულყოფილად კი არა, შეიძლება, მაგრამ თუნდაც ნაწილობრივ, თუნდაც რაღაც ერთი ფრაზით, თუნდაც რაღაცა სხვა მომენტით რა. და ლექსი არის რაღაცა შაირიც ლექსია, კაფეაც ლექსია, მაგრამ მაღალი ხარისხის. და არის საერთოდ არაფერი რო არ არის ესეთი ლექსი და აი ეს არის ცოტა უხერხული. კი, უხერხულიც და პრობლემა რა დღეს. შენი აზრით, შეუძლია თუ არა პოეზიას რაიმე შეცვალოს საზოგადოებაში? რა თქმა უნდა, შეუძლია. თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ პოეზია ქმნის განწყობას და აუცილებლად ქმნის, მე პოეზიას გულისხმობ ხა, ლექსს, როგორც ეხლა ვთქვი, არა, პოეზიას. იმ განწყობას შეუძლია ისე ამაღლდეს ადამიანი თავის თავზე მაღლა ავიდეს, რომ დამოკიდებულებები შეცვალოს აუცილებლად. რაღაცას გადახედოს, თუნდაც დროებით, ერთი დღე იყოს ბედნიერი და ერთი დღე ამ ურთიერთობებში სხვების გააბედნიეროს. აქედან უკვე რაღაცა ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა შეუძლია შეცვალოს. მარადიულად თუ შეცვლის რაღაცას მუდმივად და ადამიანს სოფხედველობას და გონებას ამოუტრიალებს, ეს ხო საერთოდ სხვა რამეა, მაგრამ თუნდაც დროებით იყოს ეს ერთი დღე, ორი დღე. დააქვე გინდა რომ ლექსი მოაყოლო ამ ყველაფერს. ისე ხარ უკვე რომ ხვდები რომ უწევს უკვე. უწევს უკვე. უწევს ხო? იუვერც თუ არ გაურიეთ მეგობრებო, აბა ესე. კაი, მაშინ ერთ. ცოტა იცი როგორ ლექს მოვაყოლებ? ადამიანების მანკიერ მხარეზე რომ მარტო სიყვარულზე და ყვავილებზე ხო არ წერთ არა? ვიღაცა მიცის არაბული. სხვა ბოტანიკა. მესამე მისიც ვისი სული, გსურს და რა გინდა.
როგორ მოისხა ალუბლისხემ ასე ნაყოფი, როდის გაივლის მომავალთან დროის გამყოფი, რამდენს აითვლის არსებობის პირამიდები, ვინ მოიგონა ლეგენდები, ჭორი, მითები, იციან, როგორ დაიტოვონ ხურდაც თავისთვის, საყვედური რომ არ დასწდება, ვინმე სამისთვის იცის, რამდენი წვეთი დნება, მთიდან ნიორში, დემონია თუ ანგელოზი გარაქტიონში, რატომ აეჭრა ბახუსიანს, ასე იერი მაძღარს, რა გულით ენანება, ლუკმა მშიერის გამოსავალი არ არსებობს, ალბათ აქედან ამდენი ცოდნით კაცთა მოდგმა უკვე დაბერდა. დღითი დღე ვწმუნდები, რომ აი ამ გადაცემას რო ვაკეთებ, სულ ვიმეორებ, მაგრამ რა ვქნა, რა გავაკეთე. სხვა სამყაროში გადავდივარ, სულიერი საკვებია და ხო და ეს ცulis მერე იმ საზოგადოებას. ხა მე ბევრ პროექტებს ვაკეთებ. და აი ეს არის ყველაზე საყვარელი პროექტი, იმიტომ რომ მოდიხარ ლექსებს ისმენ და რაღაცნაირად სხვა სამყაროა რა. კი. როგორც ამბობ, ხა მე და შენ ხოზი ვართ. ხო. და გარშემო იქ ზოგი სვავ, ზოგი იცინი, ზოგი ეს არის ცხოვრება და ეს არის ნატურალური. 1000 რაღაც ხო ხდება, მაგრამ აი ჩვენ ვზივართ და ჩვენ ქერქში ასე თქვა თუ რაღაცა და სულ არ გვაინტერესებს გარშემო რა ხდება და ჩვენთვის სხვათა შორის რომ მითხარი რომ აი ეს სოფიკოს ბაღში ვიქნებით რაღაც ისე გამიხარდა რომ რაღაც სტუდიური არ არის ხო აი ჩაკეტილი ისა რაღაცა პოეზიას არ ხდება რაღაც მომენტში შეიძლება სტუდიაში ჩაწერო მაგრამ აი ეს გახსtildeობა ეს ვლოგები რატოა ხოლმე პოეზიას ახალხოა გახსტილი თემაა ხოლმე და საჩაწე როგორ გააკეთებ არის აი ამიტომ ეგ ამბავია რა თვითონ ეს პროცესი როგორ მოგწონს აი ეს ყველაფერი ხო შუალო ამბავი სხვათა შორის არ ვარ განებიურებული ხა ჩაწერებით პირდაპირ ვამბობ და და კიდევ ერთხელ მადლობა. არა, პირიქით, მადლობა რომ მოხდებით. ვერ მარკებს ვერ ავიყრი, იცით რა, ეხლა რომ გამოვძებნე. გამიხარდა და ველოდებოდი შენთან შეხვედრის. იქნება და როგორი ტრამპლინი იყოს, მე რო სხვა გადაცემებშიც მომწონს, როგორი ხალბატონი ყოფილა, რა თქვა, გაიგე. ერთი მეტადრეს საინტერესო კითხვა უნდა დაგისვა. აბა მითხარი. მე არ ვიცი როგორ გამცემ პასუხს რა, ნერვიულობ ძალიან. ნუ ნერვიულობ კაცო, რაც ვიცი იმას გაგცემ. წეგან მომწერა რომ მოვდივარო ძალიან ნერვობდი მეთქი პოეზიის მამასა იუმორის მამასთან მოდიხარ მეთქი და რა განერვიულებს პოეზია პასუხებს უნდა ეძებდეს თუ კითხვებს უნდა აჩენდეს მე არ მომისმენია გადაცემებში ესეთი კითხვა და შემაკეთ რა ვიცი ხო იცი რა ორივე ниცა ხო საკითხიც უნდა დასვას და პასუხიც უნდა გასცეს ხთი აი ხა ზუსტად ეხა ლექსი რაც წავიკითხე გამოსავალი არ არსებობს ალბათ აქედან ამდენი ცოდნით კაცთა მოდგმა უკვე და ანუ არის საკითხები სადაც თვითონ ავტორი ანუ პოეტს გულისხმობ ძალიან პრობლემურად მიიჩნევს რაღაც საკითხს და კითხვას სვავს მაგრამ მე ტექსტში ხა იქვე თუ არა სადღაც ტექსტში აუცილებლად იპოვი იმის პასუხს და თუ პასუხი არ არის არც ეს არ არის ტრაგედია შენ გიტოვებს საპასუხოდ შეიძლება 4 წლის მერე როგორც შენი ლექსის ამბავია ხო არა შენ გიტოვებს საპასუხოდ იმიტომ რომ იცი რა ყველაზე ძვირფასი რაც მიუსცია უფალს ადამიანისთვის სამყაროში ეს არის გონი და ფიქრი ფიქრის უნარი და ზოგადად ადამიანებს გონი კი მისცა თუ ფიქრობს ეგ არის ხო გონი ანუ გონიერი როცა არის და გონება რო კარგად მუშაობს და საღად არის აი რაც გინდა აწუხებდეს ის კაცი არის ხო სრულპასოვანი და ხო ხტები რას გულისხმობ და ამიტომ ფიქრი რო ეზარება ზოგჯერ ხალხს აი ეს კითხვები დღესდღეობით მით უმეტეს ხელოვნური ტექსტი კითხვები რაღაცას პოეტი აი ესე მოგაწოდებს ხო რაღაცა დოზებით შენ იმას მერე უღრმავდები ნუ თუ გაყვები და თუ არ გაყვები ხო და მაგას ვამბობ დღეს აი ფიქრი ეზარებათო ხელოვნურ ინტელექტს აქმევინებენ ტექსტს მუსიკას ამღერებენ და ჩემიაო თანაწენი ხდები შეიძლება დავაწერო რაღაცა და თვარო მომისმინე დამიწერე ბახმაროში ვიყავი წელს და ახლობლის ოჯახში ვიყავი და ბიჭო რაღაცა საკითხი წამოირჭრა პრობლემური მოიცა რა ვკითხავ ხელოვნურ ინტელექტს მეორე შევშფოთი შენ აღარ გინდა გონება დაძაბო შევშფოთი იმიტომ რომ მე არც მაქვს ეს ჩამოტვირთულიცა ვერც კი წარმომიდგენია როგორ შეიძლება საჩოთი რო რაღაცა ან საჭირბო რო რაღაც მაგრამ იცი რა იმხელა ინფორმაცია დევსო ამ ხელოვნური ინტელექტი მაგრამ მე ვფიქრობ რომ გონება ჩნდება მე არ მეგობრობ ჯერ მაგასთან ვეღარ არა ბევრ რაღაცაში შეიძლება გამოიყენო კი ბატონო მაგრამ უბრალოდ როგორ უყურე აჩლუნგებს გონებას რა თემაშიც რომ
შენით უკვე იმას აღარ ფიქრობ, რომ მე მოდი აბა ტვინი გავანძრიო და რაღაცა გავაკეთე. ეხა შვილებზე მეტი ჩემ შვილად ლექსი ვაღიარე, იმიტომ რომ მარტო ჩემია მეთქი, იქ მამაბისიც არის მეთქი და ახლა ხელოვნური ინტელექტმა თუ დამიწერა, ჩემი რაღა არის, რაიგე? ხო და ძალიან ცუდია ეგ ერთი მხრივ, იმიტომ რომ ტექსტი იწერება, მუსიკა იწერება, თან ჩემია ვიღაცები ამბობენ და ეგ არ მომწონს და ბევრ გადაცემაში აღნიშნე ეგ და იქნება ხო, მე ამბობენ რომ არასდროს არავერას თო და იმიტომ ლაპარაკობენ და არავის არაფერი არ ამშულ, ჩემი იმდენი მაქვს მეგობრებო რომ ტექნოლოგიურად საგადავხაჯო აღარ ვიცი. წავსულვართ კოსმოსში, ისეთი მაგრები გამختარვართ, მაგრამ აი ეს ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებასთან და ხელოვნებასთან თანხმე, ანუ რაღაცა მაგით არა, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ხო, ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შემოქმედება არის შემი შემოქმედება. შეიძლება ისე გაიგონო რომ რაღაცა ტექნიკის განვითარების წინააღმდეგები ვართ არანაირად. არა, რას ლაპარაკობ. არანაირად რაღაცებში შეიძლება გამოიყენო, ოღონდ ისე რომ მედიცინაში ბატონო, იმაში რა ქვია, ნებისმიერ სხვა მეცნიერებაში და არა ხელოვნებაში. კი ბატონო. იმიტომ რომ ხელოვნებაც, პოეზიაც მაგით გამოირჩევა, რომ სულიერებაა და სულიერება დევს და ის უსულოა და გინდა არ გინდა რაღაცნაირად ისეა რა. კი ბატონო. და წესით უნდა მიხვდე, ის სიმღერაა თუ ლექსია, უნდა მიხვდე ადამიანებსაც პოეზია უყოს, რომ მაგალითად ადამიანის შექმნილია თუ არა ადამიანის შექმნილია. რობოტის. რომელ ქართველ ან უცხოელ პოეტს გამოარჩევდით განსაკუთრებით? ამ კითხვით ცოტა უკან წავედი, იცი? აბა. პოეზია რო შევიყვარე. ხო. და მე რო აი ხო არის რაღაც თინეიჯერის ასაკი, მე მოდიხარ ცოტა სტუდენტობი და რაღაცა რო ძალიან ატაცებული გაგიკვირდება და мне нравится, что вы больны не мной. Мне нравится, что я больна не вами, что никогда тяжелый шар земной не уплывет под нашими ногами. Марина Цветаева მიყვარდა იმ თავითვე ყოველთვის და იმედია რუსეთ უმეუბრიო და რაღაც სიცილები არ იქნება ამის ქვეშ. ხელოვნებას ენა არ აქვს, აქვე ვაფიქსირე. რა თქმა უნდა. და მე არც მოვერიდები არაზროს არსად, რომ მარინა ცვეტაევას დაუდგეს მთელი რუსეთი. გინდა წინ და პუტინზე არ მაქვს ლაპარაკი და ნუ არ მინდა ამ თემებში ჩავერთო. ძალიან, ნუ მირზას ატაცებული ყავდა და მუდმივად მირზა იყო, ნუ ანას გარეშეც არ გასულა ჩემი ახალგაზრდობა. შემდეგ იმდენი მაგარი პოეტი წამოვიდა, ვისი მოსმენაც აქტიურად დავიწყე, ნუ ჩვენ ნანაზე აღარ ვამბობ ცეცხლს რო ანთებს და ნუ მერე წამოვიდა ეხლა უცებ ეხლა არავის არ მინდა ეწყინოს, მაგრამ აი სტუდენტობის შემდგომ პერიოდში აი ბოლო პერიოდის აი ძალიან მომწონდა გიორგი ზანგური, ნუ მომწონდა რა მომწონს. მე რას ვთვლი, იცი, არ არის აუცილებელი კრებულის მთელი ბოლო ლექსამდე იყოს შედევრი. აი რამდენიმეც რო გამოგივიდეს ისეთი რომ მე მახსოვს, შენ გახსოვს, უკვე ეს ძალიან მაგარია. ნუ ნიკო გომელაური ჩემთვის ფანტასტიკური. როგორ გულიმტკიო რომ გადაცემა ვერ ჩავწერე მაგ ადამიანთან. ძალიან მიყვარდა ნიკო, ძალიან. საშა გველესიანი მიყვარს ძალიან. და გული მწყდება რაღაც ჯანმრთელობის იმიტომ მწყდება გული რომ კიდე და კიდე ბევრი უნდა შექმნას ამ ნიჭიერმა კაცმა რა მე ასე მინდა ნიჭიერი ხალხი არ უნდა მიდიოდეს რა მაგრამ ხო და არ მინდა ვინმეს გული დაწყდეს მაგრამ ძალიან ეხა სხვათა შორის ზეკარზე ვიყავი აჭარის საერთაშორისო ფესტივალი იყო ლიტერატურული და საერთოდ რო სახელი და გვარი საზოგადოებამდე და არიცის და ეხა მე ძალიან პრივატულად რო გავიგეთ ეხა მის წრეში იც რა თქმა უნდა იცი იმდენი ძალიან ნიჭიერი პოეტი გავიცანი რომ მე ვარ ძალიან ბედნიერი იცი რომ აი რაზეც წეღან ვახსენე რომ გული მწყდება მეთქი რომ ლექსი მეტია და პოეზია ნაკლები აი იმ დოზით იყო პოეზია რომ აი ისეთი ემოციურად გადავსებული ჩამოვედი აჭარიდან ჯერ ხო ეს ულამაზესი ხულო და ქედა და სხვათა შორის ნანიკოს დამსახურებით მოვხდი ნანიკოს რეკომენდაციით მე არ მიყვარს ნანიკოს არაზროს არ ვეძახი ნანა ძალიან ღირსეული სახელია ნანა და არ მიყვარს რაღაცნაირად ხო და ისეთი ხალხი გავიცანი იქ და დამხვდნენ რომ აი არაჩვეულებრივი რა და მართლა რომ მომავალი აქვს პოეზიას და მართლა რომ ძალიან იჭერს ხალხი. ეგ მიხარია თუ ეგრე არის. კი, რას ლაპარაკობ. ესე იგი ბევრი გადაცემა ექნება ჩასაწერი. კი. მე მოგცემ იმეებს, რა ქვია, ნაკოლებს, კონტაქტებს. კი, კონტაქტებსაც. არ არსებობდა ჩემი თაობა. შეიძლება უფრო ასაკოვანიც და შეიძლება ბევრად უფრო ახალგაზრდებიც.
აი ხა შექსპირი ხო წარმოუდგენლად დიდი დრამატურგია, მაგრამ შექსპირის სონეტების გარეშე ხონი აი დაბადების დღე არ ტარდებოდა, აი არაფერი არ ტარდებოდა, მაგრამ ნახე რა ხდება. ეხლა ცვეტავებას ვკითხულობდით ორიგინალში. ხო. და ვიგებდით და ყველაზე მთავარი რა არის ლექსში, რომ აი ეს ემოცია სტროფებს შორის რაც არის, ის არ უნდა დაიკარგოს და შექსპირს ეხლა მე ინგლისურად არასდროს არ წამიკითხავს და იცი ვის თარგმანებს ვკითხულობდი? რეზო თაბუკაშვილის თარგმანებს. ეს კაცი არის რა იყო, მაგრამ შემოქმედებისთვის არის და მარადიულად იქნება გენიალური. იმდენად მაგრად თარგმნიდა შექსპირის სონეტებს, რომ აი მისი ემოციაც ემატებოდა და აი ხა არ ვიცი ჯვარზე არ გამაკრან, მაგრამ რეზო თაბუკაშვილი თავის თარგმანებით კიდევ უფრო ამდიდრებდა შექსპირს. აი ესე მინდა ვთქვა რა. ხო, თავარა შექსპირს არ ეწყინებოდა ალბათ. ხო. არა, შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ეხა შექსპიროლოგები არიან და ნუ ძალიან ბევრი, მაგრამ აი ისეთი თარგმანები აქვს, რომ და მე რა წავიკითხე იცი სხვათა შორის რეზო წერდა მედია ჯაფარიძეს და მე ეს ყველაფერი ავხსენი, რომ შენი დამსახურებაო, რომ თან დიდებმა ხო იციან, რომ დიდები არიან სადღაც გაძრებათ მაინც ეგ ინფორმაცია და იცოდა რა ძალიან მაგარი იყო და შენი დამსახურებაო, რომ აი ესეთი შექსპირი დარჩაო საქართველოსო, როგორიც მე ვთარგმნეო. ო, რა მაგარი სიტყვები შეუქია ფაქტიურად. იმიტომ რომ შენ იყავიო ჩემი შთაგონებაო. ფაქტიურად იმ სასიყვარულო სონეტებს რო კითხულობდა, მედიას ხედავდა, გაიგე? ხო. და თავის შტრიხებს რაღაცნაირად, ან ისეთ სიტყვას მოუძებნი და ზუსტად ისეც, რომელიც ჭირდებოდა. მაგრამ ამას ხო მარტო შთაგონება არ ჭირდება, ამას ძალიან დიდი ნიჭი ჭირდება რა. ხო და ეს იყო განუყოფელი ნაწილი ჩვენი, მე ჩემი თაობის და ჩემი წრის ხალხს ზევსაუბრობ. ქალბატონო ოშო, მე ძალიან მოხიბლული ვარ და მონოსხული ვარ დღევანდელი თქვენი პოეზიით და არა მარტო და ამ საუბრებით, იმიტომ რომ გადაცემას კი ქვია პოეზია როგორც ასეთი, მაგრამ მხოლოდ ლექსებით აულა შემოვფრგლებოთ, იმიტომ რომ კი, რამდენჯერ გამიგია, რომ რა კარგი ლექსები აქვს, მაგრამ რა ცუდი ადამიანია ამ პირიქით. ხო, ეს ძალიან მაგარია. საუბარში და მაგალითად ამ კითხვებზე პასუხს რო სცემს, ხო, იქ აზრს ხო აყალიბებს ადამიანი და რაღაცად იგებ ასე თუ ისე, რომ შეიძლება პირად არ იცნობდი ადამიანს, მაგრამ გადაცემი და რაღაცად გაიგებ მის აზროვნებას და ასე შემდეგ და ეს კარგია. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ნელა ბოლოსკენ გავიდეთ. ჯერ მადლობას გადაგიხდი რომ მოხვედი. დამაფასე ჩვენ მაყურებელს გაეცანი ასე ვთქვათ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაცემა, ერთ-ერთი საინტერესო გადაცემა იქნება ამ გადაცემებს შორის, თუ გადაცემათა შორის. ციკლს, ამ ციკლს. როგორც არის, მოკლედ მე ხა პოეტი არა ვარ, დამტო თავს ვიზღო, ნანიკოს უ მიკომენტარებს ხომ რაღაცეებს, თუ შემისწოროს ხომ, მაგრამ ნანიკოს ეკუთვნის, ლეგაბო. ხო და ბოლოსკენ ერთ ასეთ კითხვას დაგისვავ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ და ისევ ლექსით დავამთავრებთ. თუ არსებობს კონკრეტული ლექსი, რომელმაც შეცვალა შენი შეხედულება პოეზიაზე. აით, სად გამოუჭირეთ და? იცი რა არის? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოეზიაზე კი არ შეცვალა ჩემი შეხედულება. ცოტა გულგრილობაზე შეცვალა საზოგადოების. აი ეს ლექსი რო წავიკითხე ჭანტურიას, რაც წეღანი თქვი რა. რომ იცი რა, მას ყველაფერს შენ ხო ხვდები და გრძნობ. თუ წერ ამას აუცილებლად გრძნობ, იმიტომ რომ რამდენი რამე ჭირდება ამ ლექსს, კარგ ლექსს. რამდენი რამე ჭირდება და უცებ მოიცა რა და აი რაღაცა ცოტა არასერიოზულად და ან ვიღაცას ეზედმეტება, რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა წაუკითხო იმას, ვისაც ეზედმეტება. შენი ლექსი კი არა, ზოგადად პოეზია ერთმა მითხრა, კარგია რომ მომეცა მის თქმის შესაძლებლობა, ერთმა მითხრა რომ ვერ ვიტან პოეზიასო. თვითონ პროზას წერს სხვათა შორის. ხო და ისე მოხდა რომ საბაზე რო იყო ჩემი კრებული წარდგენილი, იმის პროზაში იყო წარდგენილი რა. არ დავესახელებ სახელდაგვარს. საკმაოდ მიხდება. სახელდაგვარს არ ვიტყვი და ის იყო რა ქვია, ვერ ვიტანო პოეზიას, განსაკუთრებითო ბიჭები რო წერენო და ეხა რა ვიცი თემოელია ვარო წერს. რახან ბიჭია ვერ უნდა აიტა. რა სერჩით გენაცვალე ვერ გავიდი. ხო და პროზა არისო ყველაფერი და იცი რა არის ეხა
ხო ესე გამოცალკევებად ერთი პატარა არაფერი მე არ ვუთხარი. ერთი პატარა ექსპრომტი მიუძღვენი რა ამ ამბავს და მიხვდა რომ რას და როგორ პასუხი გვეტყვი ხო? თუ არ გესმის ლექსის მიქსი Y-ია შენთვის X-ი. ნუ ეცდები გატოლებას, ვერ ამოხსნი განტოლებას. არი დარდო, არის პროზაც, მოგაწოდებს სამყოფ დოზას. მეტი რაღა უნდა გეთქვა იქ ამბავია, ხო? ხო და ამას ვამბობ რა, არის რაღაცები, რაც პოეზიაზე ვერაზროს ვერ შეგიცვლის, მაგრამ ადამიანებზე ცოტა უფრო მეტად შეგიცვლის რა. წარმოდგინას. კი ბატონო. შენ ახლა იცი რა მითხარი? რადგან ვამთავრებთ გადაცემას და ბოლოში ვართ რა. მე მაგალითად კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე რომ ძალიან ვისიამოვნე ამ ყველაფრით ამ პროცესით და მეც ძალიან. შენ როგორი იმით ვიდიხარ რა ქვია? იცი რა რომ მოვდიოდი ემოციებით. კი, გეტყვი თავიდან ბოლომდე. ხომ მოგწერე კიდეც რომ ცოტა ნერვიულობ თქო და რომ მოვდიოდი რაღაცა ვიცოდი ვისთან მოვდიოდი ახლა. შენაირი პოზიტიური რაღაცა ცოტა მეგულება ადამიანი, მაგრამ თან ისეთი რომ აი შვიდად და კარგად აგზნობინო კომფორტულად ადამიანს თავი. მაგრამ მაინც თვითონ ეს პროცესი ჩაწერა რაღაცა. სხვათა შორის მე ყველა აი ახლა ნანიკოზეც რო ვთქვით რომ აი პროექტი რო გვაქვს რომ გქონდა უბრალოდ დასრულდა და საქართველოს კუთხეები რომ მოვიარეთ და ცოცხლად მივიტანეთ პოეზია ხალხთან და როგორ ბედნიერები იყვნენ შენ იყავი იქ და ხედავდი ხო ყველაფერს და აი როგორ არის იცი იქაც სულ ნერვიულობდი ხო ჩემლექს კითხულობ გადამღერებული რომ აკადაჯერ და ვიცი მაგრამ მაინც პასუხისმგებლობაა იცი და ეხლა რომ ვიცი ამდენი ხალხი მიყურებს მართალი გითხრა მით უმეტეს ხო მე რა რომ ის პეტარა ჭუჭრუტანაში ვიხედები ხო ვიცი რომ იმის იქეთ რა პატარა ჭუჭრუტანი ეძახე შე და იმის იქით მთელი სამყაროა ეს ხო და ამიტომ ენერვიულებოდა ცოტა მაგრამ აი ამ წყალმა გარემომ და აი ამ ურთიერთობის ტექსტებმაც ყველაფერმაც რაღაცნაირად ფერად მომიხსნა. ყველაფერი აი ესეთი სიმბოლურია რომ აი ახლა ავიღებ კამერას ხო ვამთავრებთ აი ახლა განახებთ როგორ ხესთან ვზივართ და ფესვებზე გვილაგია ესე ფეხები და აი ესე რაღაცნაირი ის არის რა თქოს რაღაც როგორ ხდება. ძალიან ორიგინალური ხდება რა თქოს რაღაც. ძალიან ორიგინალური არაჩვეულებრივი შთამბეჭდავი საათი ჩვენ და ხე რაღაცა ესე ვიყავით. ხო რაღაცა პოეზიას ხო უხდება რა. ხო და მაშინ ერთი ლექსით დავამთავრე. აუცილებლად. ძალიან ბევრ გამთქვი ერთ ლექსი მე, მაგრამ რაღაცა მინდა. აქ სხვა არის. ხო. რას ერჩოდნენ ბროწეულებს სიცხლით რატომ იტირეს? შვაზე ისე გახლე ჩილან წენა ვერ დაიტიეს. გააყოლეს ქარის მკლავებს დაპენტილი ყვავილი თითქოს ფიქრი აედევნათ ასე წენაც გაიulis ნეტავ მართლა გაგივლიდეთ ქარებს რომ ემდურებით დაიცალეთ გაატანეთ ეგ ღაჟღაჟა გულებიც მანამ რამეს მოვიგონებ რამეს გამოვიგონებ როგორ თოვდა აპრილში და რა მოხონდა სტრიქონებს როგორ აყვა ბაღის ბოლოს მზესუმზირებს ვარდები ერთად როგორ იცინეს და გაიქარვეს დარდები ბუნებას თუ არ აყევი ან მალე არ გაეშვი ხან სრულიად გაგძარცვავს და ხან დაგახრჩობს ალერსში ბროწეულის ყვავილებო ისევ გელით შორიდან თქვენი ურჩი გაზაფხულის ყვავილობა მომინდა აი მართლაც ბრაო აი ხლა ამ ფონზე გამოვაჩენ ამ ხეს და თან დაგემშვიდობები იმიტომ რომ რაღაცნაირად მადლობა დიდი თორნიკე შენ როგორ გეკადრება რაღაცნაირად აი ესეთი ამას გამოვწევ აი ნახეთ მეგობრებო როგორი ფესვები სადამდეა გამოსული და რაღაცა და ესე მომიდა რომ მეჩვენებინა და აი ამ კადრით ნახე რა გადაშლილი არის სხვათა შორის როგორც პოეტს რაღაცა მინდა კითხო დასასრულში რა დასასრულს ნახე რომ დაგულებული ქონა და ამინდი და ემოცია ლექსი რო დავდე ჩემი ხო ხა მე ხო იც პოეტი არა ვარ რა მაგრამ როგორც პოეტს გულახდილად მოგეწონა თუ ისე რა ის ჩანახატები როგორ ხო ლექსიც არა ჩანახატია უბრალოდ თვითონ ეს ჟანრი იყო უცნაური და მეთქი ახალია რაც ახალია ყოველთვის კარგია ეგ ქონდა წლების წინ დაწერილი და რაღაცად მეთქი დავდო თქო რა და ძალიან ისე რა აივანი იყო ბოლოს ხო კი ხო
ხო და სხვათა შორის დასაწყისში რომ წაიკითხე ამინძე და ემოციებზე იყო, მანდაც თოვლი იყო ნახსენები და რაღაც აი გამბავი გამახსენდა და მაგითო კითხე ეხლა რა. მოგეთ და ესე ვეღარ ველევით. იცი რა იყო რაღაცა ჩანახატი არც ლექსი არც ვერლიბრია რაღაც ჩანახატივით არის. პირველ რიგში მადლობა შენ ამ შესაძლებლობისთვის რომ მე ეხლა საზოგადოებას ველაპარაკები. მადლობა საზოგადოებას. ყველას ვინც სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ბოლო დროს ჩვენმა საერთო მეგობარმა თამთამ ერთი ჩემი ლექსი დადო ოქტომბერზე. ისე ვიტყვი 9 მილიონიანი ლექსია და ხო ხედავთ ხალხო. იმდენი ნახვა ქონდა და იმდენი თბილის სიტყვა მითხრეს. დედას აიცრემლები კიდე როდის მომად. ოქტომბერია შენთან მინდა როგორც მაისში. მინდოდა მაშინ აგვისტოში. ზუსტად ისევე როგორც მარტში და სექტემბერში. ისე აპრილში. ნოემბრის ბოლოს. დეკემბერიც მაძლევს იმედებს. მე შენთან მინდა თებერვლიან უდღეურობას წუთებს რომ არტმევს თითქოს ზამთარს ხალისით მე შენთან მინდა დარში ქარში უმზეურობას მე შენთან მინდა და არც ვიცი შენსკენ რა ისმის.